ეს ყველაფერი რაც არის, ვაფშე მთლიანად აი რას ცხელთ, აი სამი ნაწილია, ეს. ვაფშე ყველაფერი დაბლა უნდა ჩამოვიდეს საერთოდ. Scion FRS-ია, Toyota GT86 და Subaru. ეს არის მოკლედ მეორე დღე, ამას შეხედეთ. თელი სამი ნაწილი ყველა. მეორე ელასტიური შეხედე. მოგესალმებით ჩვენი არქის სახელით. რაღაც სიახლეებია, მინდა რომ გაგაცნო და თან კიდე რაღაცები მინდა რომ უკვეცად დავალაგო. ესე იგი, როგორც მივხვდით, ეს მანქანა იყო ერთხელ მოპარული ამერიკაში, უკვე. იმიტომ რომ კარფაქში ჩანს რომ ვანდალიზმი ჰქონდა ამ მანქანას და მოპარული იყო ერთხელ, ნუ მოიპარეს თუ მოიპარეს, არ ვიცი, მაგრამ მეორეც მოკლედ მის მეპატრონს გაკეთებული ჰქონდა ესეთი რაღაც. სალონში ხელის დასადებს რომ აწევთ, იქ აქვს შესაერთებელი, აი ტელეფონს უტენიან რა, მაგის შესაერთებელი და იქ თუ არ ჩაერთედი პირდაპირ ტელეფონის სატენს, აი გადამყვანი როა რა, USB-ს ვაერთებ, მე ტელეფონს ვტენი. ეგეთი გაკეთებული ქონდა, ის როა ჩავსვავ და როგორი მეპატრონეს, იმას თუ არ ჩაერთე, ესე ვთქვათ, დაპერიმიჭკებული ქონდა ერთმანეთს დაკავშირებული, მაგას თუ არ ჩაერთებდი, რომ მანქანას ძრავის კომპიუტერს დენი არ მიეწოდებოდა ფიზიკურად, ანუ არ იქქებოდა მანქანა. ეგ მივაგენით მე უკვე სალონში გავვეით და ნახეთ რა ხდებოდა, მანამდე მიშო მიპოვა ეგ ყველაფერი ძრავის კომპიუტერის ცვლილებრივ დავაყენეთ რელეები რომ შევცვალეთ მანდ, მაგის ქვევით ეგ გამოიღო, მაგის ქვევით პრაუტკაა და ისა გაყვანილობა უბრალოდ ქართულის თქვა და მაგის ქვემოთ გაკეთებული ეგ ბლოკირება, ასე თქვა ძრავის კომპიუტერის. ეგ ნახა გააკეთა და შემდეგ დანარჩენი ნახა უკვე სალონში. ეს თემა ეხა მოკლედ მოგიყევით, მაგრამ ძალიან გრძელი თემა იყო, რაც ძალიან საკმაოდ რთული მისაგნები იყო და მიშო მე შეძლო და მიაგნო ამ ყველაფერს რავი ძალიან მარტივად და ეს ფაროსანა ვისაც რამე დაგჭირდებათ ნომერი ხო აღწერაშია და მიმართეთ მიშოს. ესე იგი ამ მანქანის სერვისი სრულად გავატარეთ, როგორც ეს საკმაოდ დიდი ფინანსები წაიღო და ერთ-ერთი ამ მოკლედ ამ კორვეტით C7-ის გავრცელებული პრობლემაა, ესე ვთქვათ, ვინაიდან კორვეტი გადაცემათა კოლოფი აქვს უკან და ძრავი წინ, ესე დამაკავშირებელი რკინა არის, კარდას ეძახიან რა მოკლედ, აი რუსულად, ქართულად მართლა არ ვიცი რა ქვია. ძრავის და კოლოფს რაც ბრუნს აძლევს ძრავიდან კალინოვალთან, ისა კალინოვალთან ერთად ხო რა ვიცი, ატრიალებს მოკლედ კაროვკაში გადასცემს ძალას, რომელიც არის დაკავშირებული კოლოფთან და სულ ერთიანად მოდებაში, ანუ როცა ძრავი დაიქოქება, მნიშვნელობა არ აქვს სიჩქარეშია თუ არ არის, სხვა მანქანებია, რომელიც სიჩქარეში თუ ჩააგდებ, მხოლოდ მაშინ არის მოჭედებაში და კორვეტზე გაკეთებულია როგორ, ანუ როგორც დაქოქავ, სულ მოჭედებაში, ანუ არ ჩერდება რა და შესაბამისად შიგნით უყენია რეზინები ელასტიურს ეძახიან, ანუ აგეც არ ვიცი ქართულად როგორია, ნუ რეზინაა რა, რომელიც ცვდება. რომელიც ყველა კორვეტს რაღაც გარბენის მეკოკლედად ჭირდება მაგის სერვისი. შესაბამისად ამასაც ჭირდება. ეხლა და ვინაიდან გვინდა რომ გამართული მანქანა ყავდეს, ეგ ნაწილები შეკვეთილია, ჩამოვა უკვე დღე-დღეზე და ეს კიდე ფაროსანა მივიყვანთ სახელოსნოში, ნახე რამდენია ბიჭო. სახელოსნოში და შევცვლით. დაახლოებით 2000 დაგიჯდება ეგ ამბავი, ხელობა ძალიან რთულია და მაგია, თორე ნაწილი 2 ცალი რეზინი ჭირდება 500-ზე მეტი აჯდება. ხელობაა საკმაოდ ძვირი. თვითონ რო გაკეთდეს 1500 ლარი მაინც ღირსა და ძალიან რთული საქმეა, დაახლოებით 3 დღის საქმე მაინც არის და რა ვიცი რა, იმედია მოვასწრებთ ამ დღეებში გავაკეთებთ, იმიტომ რაღაც სხვა გეგმები კიდე გვაქვს. ეს რო ვთქვით, გაგვიტეხეს თო გზაში, ეს გაგვიტეხეს დამატებები გვერდითა და საერთოდ გამოგვიზანა ახლები. ახალი ისინი გამოგვიზანა დამატებები და ბოდიში მოგიხადა და ახლები სულად უსაფრთხოებად გამოგვიზანა, ეგენი ჩამოგვია, მაგებსაც ახალებს მივცხებთ, ესე ვთქვათ. ხო და ვითომ არაფერი, მან 500 ლარი დაიხარჯა რა ამ ყველაფერში და მზად იყავით ხოლმე ყოველთვის სერვისი მანქანა ჭირდება სამაგიეროდ ვიცით რომ ზე იდეალურ მდგომარეობაშია. დანარჩენს რა ვიცით რა დრო ვიხილავთ რა, წავედით ეხლა. თრამ ეს არის მანქანის ჩამოსვლიდან დღე მე-7. რატო ვართ აქ? თრამ აქ ვართ მოსული კარდანის რეზინები და შევცვალოთ მოკლედ ეგრეთ წოდებული ელასტიურები. GoPro-ს რა უსვი, ხო. მოსული ვართ კარლოსთან. კარლო არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ ძირითადად BMW-ებს აკეთებს, მაგრამ რატომღაც დღეს რაღაცა GT86 უდგას რა, ანუ აწეული იყოს, კოლოფი ჩამოიღო და ეს მომატყუდილი 11-ზე მოდიოდა. აი ესე მალოდინებს. გეია უყურდა, არავინ არ იცის, ელოდება ნაწილს. მე ამას ველოდები. არ და BMW-ებს აკეთებს როგორც ხო, მაგრამ კი უყიდია Toyota GT86 თუ Scion FRS-ია თუ Subaru, Scion FRS-ია, Toyota GT86 და Subaru-ში რა ქვია?
სხვა სახელი ქვია. რომელია რომელიღაც. ჩართვა ნომერი 1972. აი, როგორც ხედავთ, აი საათს განახებთ. 9:20 წუთია და კარლომ როგორც იცით, გუშინ დიდი ღამე დაიმბარა, მაგრამ დღეს ღამე დაიწყო მუშაობა. ხან დრიფტკარი მოუყვანეს ის დღევანდელ იმაზე გამოდიოდა შეჯიბრზე GDS-ზე. ხან რაღაც FAC-კა რო ყვეჩადგა, იმ BMW-ზე რო ყვეჩადგა. რაღაც BMW-ზე კი ზაშტნიკები დაამაგრა. ხო და მაი მომიწია, აი ესე გამოფრწნული და ეხა რა ხდება? რო განახოთ რა დაახლოებით. ეს ყველაფერი რაც არის, ვაფშე მთლიანად აი რას ცხელთ, აი სამალი ნაწილია, აი ეს. ვაფშე ყველაფერი დაბლა უნდა ჩამოვიდეს საერთოდ. იმიტომ რომ აი ეგ არის, აი ამის ზევით. აი თუ ჩანს, არ ვიცი, აი ეგ არის კარდანი, გადაბმულია კოლოფზე და გადაბმულია წინ ზრავზე. ეს სტოკია, კარლო, ესა? რის მერია შეცვლილი? ამის მერე? ამის მერე ანუ კატალიზატორი იყოს ეს თუ არა? არ აქვს დაჭირები არა. აი მის მერია შეცვლილი მგონი შეჩემ. აქ არის გადანადგურები. და აგ X5-ია და მაინც გადაგაკეთებ. ხო და რავი რაღაცებს განახეთ ხომ ახლა ბოლომდე გადავიღე. დაახლოებით როგორც კარლომ თქვა, 1-2 დღე მინიმუმ უნდა ამის გაკეთებას და ნახოთ რა როგორ და რანაირად იქნება, იმიტომ რომ ძალიან რთული საქმეა. ხო, გაითვალისწინეთ, თავის ნაწილით დაახლოებით ეს ყველაფერი ჯდება 2000 ლარი. ნაწილი იღირს კარგი ხარისხი იყო ცალი 250 ლარი და ხელობა 1500 ლარი. ვინაიდან 3 დღე მაინც ჭირდება. ხო, პროსტა ამასაც ახლა სერვისის გამო ვაკეთებთ ეგრეს თქვით, იმიტომ რომ მანქანა იყოს სულად გამართული, თან რაღაც ხმა არ მომწონს და მაგიტომ ბარემ გავაკეთებ რა. ეს დაკიდების სისტემა. ეს კარლო. კარლო. ხო, კარლოს ნომერს ამოვანათებ იმაში. ამოვანათებ და ჩავსვავ description-ში, ამოვანათებ კიდევაც და რავი დაურეკეთ ჩემი სახელით. ეს ის არის, აი 3 წუთში BMW-ს ავტომატიკის მექანიკად გადააკეთებს ხოლმე. და კალოფს სულ 8 წუთში ხსნის და აყენებს. ხო და რა ნებისმიერ მანქანაზე ყველაფერს აკეთებს რა. ძრავის ამოღებაჩა, კოლოფის ამოღება, ჩადგმა, სავალი ნაწილის გამართვა. რა ვიცი, კაროჩი რა. თუ კი იმეს ამეგინათ, მიმართეთ. მე ხა ძმაკაცო მითხარ რომ აი ეში ჩემო ძმაკაცო მოშიბულს ვარ გამოგარტეო. ეგეთი ხوارავა რომ შეჭებათან ეხა ვიდეოს დებოდა ეგ. მაგრამ მეც ეხა ნამუსი მაგიღა 1000-ს მივცემ რა. დღეს ორი ყავა მაყიდინა. მე ის BMW ამისი არის Fiat Toledo M13. აი ეს. იქოდგას. წეგა წავიყვანე მოყანი. კიდე ბუკერებს დავეჭეყი. მეორეთი რომ გამოვედი. ხო და მაგაში ბენზინს ჩავუსხებ 1 საისას. და 100-ს მივცემ და დააჭერე იქ. 3 დღეში მეტრია უნდა. რა მითხრაოთ რა უთხარიო? უთხარი გეი ხარ თქო. უთხარი გეი მამა თქო. გეი მამა. გეი მამა. გეი მამა. არჩო. აი გაბრიელ. გაბრიელ. არ გაბრაზდე გაბრიელ არის ჭკვიანო ბიჭო დადე მან ძევით აი ეგ კარლოს ბავშვი მოვიდნენ აი გეიმანები თავი აი ეს ანდრია დადე მი ეგეთი იყო ეს უყურე პატარა იყო ზუსტად იმენ ერთ-ერთი ეხა ის არის ეს დაჭკვიანებული ეს იმენა კაცი თქვი აბა გეიმამა არა მამა გეიმამა თქვი გეიმამა შეხა გეი რატო ჩააგდე? არ შეხვიდე მადის ისა გაბრიელ რაღაცას ტკე. ანდრია რატო ჩააგდე? მოდი ერთად მითხარი ხა რატო ჩააგდე? რატო ჩააგდე? იმიტომ ჩააგდე რომ ისქნა. იმიტომ ჩააგდე რომ უნდოდა. ხო არ შეიძლება მე. სულად. ხო არ შეიძლება მე. ხო, შენ ჭკინე ბიჭი, რატო ჩააგდე? აი უნდოდა ხა. რატო ჩააგდე? აუ რა გვარი ხარ შენ? ოზეგავა. ოჩიგანა. ოზეგავა. ოჩიგანა. გეიმამა თქვი? გეიმამა. აბა ვინს გამოძრავდება ისაგეი. თვალებს შეგიძლია თავის
Andrea. ეს გამოგიგდია შეჭი. ბოლტები აღარა. ხვალე პირველიდან იმენაო შენზობას შეგიებეო, გავარკვიო და. რა პასუხი. მივწერე არც ნახულობ შეჭი. როჭიკაზე ვიზე მომხიჩი მათი. ეს არის მოკლედ მეორე დღე, ამას შეხედეთ. შეიძლება თელი საბოლოო ნაწილი ყველა. ეს არის აქ უნდა იყოს კარდარი და რეზინი. გამოდის. იდი? წამო. აუ. თუსი. მოდი შეხედე. შემით. აღარ არის ეს. ელასტიური აღარ არის ეს. ხო. ელასტიური შეგვეცვალა 2 ცალი. მაგ შეხედე. მაგრამ მეორე ელასტიური შეხედე. ახი ჩემი. ხო და ვარი ასდრაჟენია არაფერი. ვიცი, ხო, მიხუარი ერთი და. ორი ცალი აქვს, მაგრამ მეორე აღარა აქვს. ყრია. აი მით უნდა გავიგოთ რომ მაშინ ჩემს ღარითი გავიგვა მაგ აღარაფერი. ხო, BMW-ს მიდის მართლა. საჭე eBay-ზე შევეძე BMW-ს ასაგდებს. E46-ია, 36, E30-ის დაჟე. პროსტა ხარისხი უნდა ვიყიდო რა ერთი ეგა. ვიდეოში ახლა რაც ნახეთ ის ელასტიური ესე ვთქვათ რა. ეხლა ჩემო ძმაკაცმა კარლო ვინც ცვლის რა ჩვენი ძმა ვინც არის. მაგას ვინც აკეთებს. ნიმუში გავუმატა და განახეთ ეხლა როგორი უნდა იყოს რეალურად ეგ ნაწილი რაც ანუ მარტო ის იყო დარჩენილი. არ ვიცი რა იყო მტვერი. აი შეხედეთ. აი ესეთი უნდა იყოს ზუსტად. ანუ ეს რეზინა იმას აღარ ქონდა, ეს სკინები იყო დარჩენილი მარტო. საერთოდ განადგურებული იყო და კიდევ კაი მაგმანქანით არ ვიარეთ. ჩქარა ან რაღაცეები, ან დრაგზე არ გავედით, ან რაღაცა მსგავსი, იმიტომ თორე ძალიან ცუდი შედეგამდე მივიდოთ, ალბათ გაჩერდებოდა მანქანა თან ძალიან დარტყმა ქონდა და ვფიქრობდი რაღაც პრობლემა აქვს თქო და მივხვდი კიდევაც რაც იყო და ბედზე მივუსწრეთ, ანუ ხონახეთ როგორ უნდა ყოფილიყო და რა დაგხვდა რეალურად რომ ჩამოვეკეთ. ეხლა 2 ცალი ნაწილი გვინდა და საკმაოდ ხარისხიანს ვეძებ, რომ ძალიან ხარისხიანი ვიყიდო სპეციალურად, რომ მსგავს შემთხვევაში აღარ მოვიდეთ. დარწმუნებული ვარ, იქ ამას არავინ არ შეცვლიდა. და ეს ქარხნული აყენეს და ყველაფერი ვინაიდან ჩვენ დავშალეთ ეხლა პირველად და. ეს ჩვენი ძველი ვითომ ელასტიური რა. ხნილი, აქაც აღარ არის მეორე. და ვიყიდეთ ეს გერმანული სვაგი. ორი. ერთ მაღაზიაში ვიყიდეთ. სვაგი ისა ან სვაგი მინდა და ან ფები ბლიშტეინი და სვაგი იყო. ნუ ორივე ერთ ეგრე წარმოების არის და ეს წაიკითხეთ. ვინ უშვებს?
BMW. ეს ნაწილი დგება მაგარი საყურკვეტი. ამას ანუ მანქანაზე განახეთ რა დარჩა. ანუ მანქანაზე დატოვაზე ძრავი მარტო, აი, ნახეთ. ძრავი აქ. ისინი კოლექტორების გადახსნილი არა. ძრავი დატოვა მარტო, სულ ჩამოხსნა ყველაფერი ვაფშე. აღარაფერი აღარ აქვს. აი ნახეთ, არც უკვე რა ბამპერი. აღარაფერი არ აქვს, სულ ჩამოხშილია მთლიანად. ეს ბაბლა. და ამ ტვერმა კიდე ეს გააფუჭა სულ ეს კარდანი და მინდა რომ ეს ბიჭო აბრა მოვიტანა როგორ ხო გავრეცხავთ ამას. ხამიდის აწყობის პროცესი. უკვე. Tadam. ახალი ვითარება, დამაგრებულია. გაცამაგრებს. თითქმის აწყობილია. გრუშწერე ბავშვების თემა და შესაძლებელი. მისაფარებელი. ნუ ბამპერი წესით მეტი ისეთი აღარაფერი. წინ ახლა კატალიზატორებს დააყენებს კარლიტო და ეგა. მივდივართ ჩვენი მანქანით. რაღაც პატარა ვიზუალური დეტალები უნდა შევცვალოთ ავტომობილზე. კაი ჩემო ძმა, აუცილებლად. ცოტა გავალამაზოთ, თან კომენტარებში ეწეავ რაღაც შავი დეტალები გააკეთეო და ჭერი გააშავი და რაღაცაო და რამდენიმე კაცი ეწერა თან და რაღაც ეგიდია მეც მომეწონა და ეხლა მივდივართ მაგიტომ რომ ჭერი გავაშაოთ. ასევე იდეა მომივიდა რომ სარკეები გავაშაო რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეგეც არ მოუხდება ჩემი აზრით და ვნახავთ ერთად და კიდე უნდა გავაშაოთ აი კაპოტში შუაში რომ აქვს პლასმასი მაგის ზოლზე უკან ბოლომდე ეგეც გავაშაოთ წინა მანქანაზეც ეგრე მქონდა საკმაოდ უხდებოდა და ეს არის ავტომობილის ფირი აი ეს რასაც ხედავთ 18 მეტრა არის. ანუ იმდენია რომ ერთ ავტომობილს სრულად ეყოფა გადაკვირვისთვის და ასევე დარჩება კიდევაც რამე რო იყოს შემთხვევის დროს რომ გამოიყენოს და გადააკრეს. I don't ever slow up, no I don't take shit. I got no love for the fakeness. If you wanna play tough and wanna hate this, I'll always show up. I don't ever slow up, no I don't take shit. I got no love for the fakeness. If you wanna play tough and wanna hate this, I'll always show up and make a statement. I don't ever slow up, no I don't take shit. I got no love for the fakeness. If you wanna play tough and wanna hate this, I'll always show up and make a statement. ძალიან მაგრათი და ამერიკულია ისიც 8 ცილინდრიანია. უბრალოდ ძვირი ღირს, მაგრამ ვიმედოვნებ რომ შევჯერდები და მეყოფ ან ვიმყოფინებ თანხას ჩემი ძალებით რომ შევიძინო ამას თუ გავყიდი რაღაცას დავამატებ რა თქმა უნდა ეხლა ისე ვერ შეძლებ რაღაცას დავამატებ და ვიმედოვნებ რომ შევძლებ რომ ჩამოვიყვანო და შევიძინო მეყოფა მეგონი თანხები ესე ვფიქრობ მოკლედ არ ვიცი ჯერ ზუსტად მაგრამ ამ მანქანის გაყიდვას ვფიქრობ კი მალე ვინაიდან რაღაც ორი ავტომობილი გამოდის აუქციონზე ის რაც მე მინდა მაგრამ მინდა მოკლედ ამ ავტომობილის გაყიდვა ძალიან მაგარი მანქანაა სულ გავაკეთე სულ დავასერვისე თუ კი რა მეჭირდებოდა ის ზეიდერულ მდგომარეობაშია მაგრამ მაინც ის მანქანა მინდა რადგან ეხლა ამის წინაც იმიტომ ვერ შევიძინე ის მანქანა რომ გამძვრა რამე საკმარის ფინანსები არ მქონდა რა გამოიწერთ ჩვენი არხი რა ანუ სტატისტიკა ვნახე, ანუ არხის მაყურებელი არის 90%, ანუ 90%-ს გამოწერილი არ აქვს. რავი, მიარტყეთ რა მაგ subscribe-ს, არა მგონია ეგრე რთული იყოს და მეხმარეთ მეც რომ რაღაცა უკეთესად განვავითარო არხი და საინტერესო ავტომობილები შემოგხვდება, ჩემ გარშემო ძალიან საინტერესო ავტომობილები ყავს, ჩემ სამეგობროს, აზნაკაცოს, ისე საახლობლოს და ეგენიც სიწყედლობენ სხვადასხვა ავტომობილებს და იმებსაც განახებთ ხოლმე, მაგრამ თუ არ მომეხმარეთ ეს და მუღამი არ მომეცი და არხი არ გამოიწერეთ, დამიჯერეთ არ მექნება არანაირი ჭალებში მუღამი რომ გადავიღო.